პროკურატურა ჭეშმარიტ სიანიძე გვესაუბრება. რას წარმოადგენენ შორენა და მისი ოქროს თევზები? ამის გარკვევა არც თუ ისე იოლია. თავის თავში ჩაკეტილი საპატრიარქოს წარმომადგენლებზე ინფორმაციაც ძალიან მწირი და ჩაკეტილია და უფრო საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროს განეკუთვნება. ბოლო დღეებში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა არაერთხელ ღიად დაადანაშაულა პატრიარქის მდივან რეფერანტი შავბნელ საქმიანობაში, შიდაკლანური დაპირისპირების გაღვივებაში, საპატრიარქოს საქმიანობის თვითნებურად წარმართვაში, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირსა და შესაძლო მკვლელობაშიც კი. თუმცა მეუფე პეტრე არ არის პირველი, ვინც შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ ბრალდებით გამოდის. მისი სახელი წლების განმავლობაში ისმოდა უარყოფით კონტექსტში, თუმცა მის შესახებ საჯაროდ საუბარი ბევრს დღესაც კი ეშინია. ჩვენი მომდევნო სიუჟეტის ერთ-ერთმა რესპონდენტმა მაგალითად კამერის მიღმა პირდაპირ უთხრა ჩვენ ჟურნალისტს, რომ ის ვერ ბედავს ღიად ლაპარაკს, ხოლო შორენას და მის თანამოაზრეებს მაფიად მოიხსენიებს. ჩემი აზრით, გარე და სახიფათო ძალა, ანუ დამპყრობელი ძალა, ესე ვთქვათ, მას მხოლოდ ფარველობს. ეს ადამიანი არის ყველაზე დიდი დასაყრდენი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. რუსეთს გულისხმობს შესაბამისად. რა თქმა უნდა, შენდობას ვითხოვ ამ ტერმინს გამოვიყენებ, კაკებეჩნიკური, ესე იგი მეთოდი, პრობლემა, შანტაჟი, რომ აი ის თითქოს იცავს პატრიარქს, თორემ მის გარეშე პატრიარქი შეიძლება, ესე იგი, ბევრად ადრე ყოფილიყო გაუგებარ მდგომარეობაში და სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. ყველაზე დიდ გავლენიან პიროვნებას, პერსონას, ესე ვთქვათ, ქალბატონის სახით ყოველთვის აღმოაჩნდა რესურსი, ძალა, გადაეფარა და მოეგერიებია დაუშვათ შორენა თეთრუაშვილს გულისხმობთ. დიახ, რა თქმა უნდა, დიახ. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ პატრიარქის მდივან რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის სკანდალურ ფიგურაზე არჩევანის ეთერში სამშაბათს ვრცლად და დაწვრილებით ისაუბრა. მაყურებელთა უმრავლესობისთვის შოკის მომგვრელი ინფორმაცია საპატრიარქოსთან დაახლოებული პირებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 2016 წლის დეკემბერში მეუფე პეტრემ სინოდის კრების წინ ეკლესიის ჩრდილოან მმართველობაზე უკვე ისაუბრა. თავარი პრობლემა არსებული საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება პატრიარქის მდივან რეფერენტის ქალბატონის ხელში არსებული. ვინ არის შორენა თეთრუაშვილი? ამ მარტივ კითხვაზე პასუხისგაცემა არც ისე ადვილია. მის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაცია არსებობს. მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მას საპატრიარქოს რუხი კარდინალი უწოდა, რომელსაც თავისი ოქროს თევზები ჰყავს, ანუ გავლენიანი პირები, ვინც მითიური შორენას სურვილებს ასრულებენ. მიტროპოლიტის თქმით, ერთ-ერთი ოქროს თევზი მეუფე თეოდორე ჭუაძეა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, რომელიც გაზეთმა პრაიმ ტაიმა უზარმაზარი ქონების სიმბოლურ ფასად მითვისებაში ამხილა. ხსენებული გარიგების თანახმად, მრავალ ასობით ათასიანი ქონება იყო პირადად ქორეპისკოპოსზე გაფორმებული, რომელიც მამა გიორგის, ესე ვთქვათ, აღმოჩენის შემდეგ იძულებული გახდა დაებრუნებია საპატრიარქოს ქონებაში. სწორედ ამ ისტორიის გახმაურების შემდეგ ზედაპირზე ამოსვლა დაიწყო იმ ლატენტურმა დაპირისპირებამ, რომელიც პატრიარქის კარზე წლებია მიმდინარეობს. მეუფე თეოდორეს ერთგული მეუფე იაკობი ამბიონიდან დაემუქრა პატრიარქის პირადი დაცვის უფროსად და უწმინდესის ძმისშვილის, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის სიძეს, სოსო ოხანაშვილს. უჩაბას ერთი გუნდის წევრისაგან მეც იყო საპატრიარქოში გაილახა. მაგაზეს მივედი უწმინდესთან, ჩემთან ხარში დგომა იბერტყა ის ადამიანი. თუ შეიძლება ადამიანი ვიწოდოთ, თავისი ყოფაქცევი და თავისი ქაულის ცხოვრები და დღევანდელით და ასევე უთხარი ჯერჯერობით მხოლოდ ორ ადამიანზე, რომელთა მიმართაც მივიღე გადაწყვეტილება. იმ სამსახურს ხომ გავუქმებ, მაგრამ გავივლი უწმინდეს შევკვირდი, რომ უწმინდესთან ერთად გავივლი რაღაც საკითხებს, რომ უწმინდესის ის არ დაზარალდეს. დაცვის სამსახურზე მაქვს საუბარი. ერთ შემთხვევაში ვერ ჩავიწვევდი ამ დაპირისპირებაში. მოიცა აპატიოს ამ ადამიანს, ჩემი სრულიად დაამშვიდე სიტუაცია და არანაირი ქაოსი არ იყოს ეკლესიაში. პეტრე ცაავას განცხადებით, შორენა თეთრუაშვილის კიდევ ერთმა საიდუმლო ოქროს თევზმა საპატრიარქოს მფლობელობაში გადაიფორმა წინა ხელისუფლების მიერ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის სკანდალურად ჩამორთმეული სახლი წავკისში. პატრიარქმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა. სახლი კანონიერ მფლობელებს მხოლოდ მას შემდეგ გადაეცათ, რაც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისი დაბრუნება სულხან მოლაშვილმა პატრიარქს თხოვა. ქალბატონის შორენას ერთ-ერთი ოქროს თევზის მეშვეობით, ესე ვთქვათ,
რომელი ოქროს თევზია ეს? ადამიანი ცხოვრობდა თითქოს მეურნეობას ეწეოდა, სოფლის მეურნეობას და სულხანის თქმით თვითონ და მისი მეუღლე დაგვიდასტურებს, რომ ცხოვრობდნენ გამოძახებით მეძავი ადამიანები, ქალები გამოძახებით. და სახლს ეწერა საპატრიარქო სახლი ნომერი 3. ამ შოკის მომგვრელი ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ წავკისში ავედით. აქ 2004 წლიდან დღემდე მართლაც ცხოვრობენ მიუსაფარი მოხუცები, დედები და ბავშვები. თავშესაფრის უფროსმა სახლის ბინადარნი გაგვაცნო და დაგვარწმუნა, რომ ქალები გამოძახებით აქ არ ცხოვრობენ და არც შესაბამის საქმიანობას ეწევიან. მაგრამ გვიპასუხა, რომ საეჭვო ფაქტების გამო რამდენიმე მობინადრეს თავშესაფარი დაატოვებინა. თავშესაფრის გარეთ რა ხდება, მაპატიეთ, ჩვენ არავაც ჩაკეტილი ორგანიზაცია, ჩაკეტილი სივრცე. ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ ადგილზე შიგნით არაფერი არ ხდება, გარშემო კამერებია დამონტაჟებული, გნებავთ გაჩვენოთ, მაგრამ სახლის გარეთ ქალაქში წავლენ თუ სოფელში წავლენ, ხა იქ ვინ რას ჩადის, ეს ჩვენი ის არ არის. ეკლესია საპატრიარქო აძლევს ამათ თავშესაფარს და ეხმარება, რომ ეს პატარა ბავშვები ქუჩაში არ იყვნენ, აი ამ ყინვაში, რაღაც ნაგვისურნაში სარჩოს არ ეძებდნენ. იყო მსგავსი ფაქტი, რომ გაიგეთ ინფორმაცია და გავუშვით. კი, როგორ არა, ხა ყოფილა, გაგვიგია და გაგვიშვია. არანაკლებ შოკის მომგვრელი იყო მიტროპოლიტის ინფორმაცია შორენა თეთრუაშვილის კავშირზე 1980 წელს მომხდარ მისი თანაკურსელის ნაზი ზვიადაურის ბურუსით მოსილ მკვლელობასთან. ნიუპოსტთან მიცემულ ინტერვიუში პეტრე ცაავას ეჭვებს ადასტურებს გარდაცვლილი ზვიადაურის ძმაც. არ ვიცი, მოკლეს კიდევ ცოცხალი იყო, როცა დანა ჰქონდა, დანარტყამი და მე შეუგდეს მაქანა თუ რა გააკეთეს, თუ რა მოხდა, ეს მე არ ვიცი, მე თვითმხილველი არ ვარ. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა. რომელი არის მართალი, რომელი ვერსია, ეს გამოძიების საქმეა და გამოარკვიოს გამოძიებამ. მე საზოგადოებას დავარწმუნებ იმ მტკიცებულებებით, რა მტკიცებულებებიც მექნება მე, რომ შორენა თეთრუაშვილი და დანარჩენები, რომლებიც შემიდის გარდაცვალების დღეს იქ ყოფობოდნენ, არიან დამნაშავეები დანაშაულის დაფარვაში და სიმართლე არ თქვეს. შორენა თეთრუაშვილი იშვიათად ჩნდება ფოტო და ტელეკამერებთან. საპატრიარქოს კულუარებში ყვებიან, რომ ის მობილური ტელეფონითაც კი არ სარგებლობს. დაბადების დღეზე კი ძვირფას საჩუქრებს იღებს, მათ შორის ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებისგან. საუბრობენ მის აურაცხელ ქონებაზეც, რომელიც ანონიმურ და სანდო პირებს აქვს გადაფორმებული. ოფიციალურად კი შორენა თეთრუაშვილი ფლობს მამაპაპისეულ სახლს თუშეთის რაიონის სოფელ ხორხში, სადაც ის ბოლოს შემოდგომისას ჩავიდა. დიდი ღრმად მორწმუნე ადამიანია და პატიოსანი ადამიანია და ეს ყველაფერი ცილისწავებაა რაღაც. საცხოვრებს. აი მაჩვილო, მაგეზოში. აგერ პირდაპირ. ეს კი თბილისია. ამ მოკრძალებული ჭიშკრის მიღმა მან ახალგაზრდობა გაატარა. ახლა აქ მისი ნათესავები ცხოვრობენ. მეზობლები ამბობენ, რომ შორენა დიდი ხანია საპატრიარქო რეზიდენციაში ცხოვრობს და აქ მხოლოდ სტუმრად დადის და ყველას ეხმარება. მოვა 2-3 დღე გაჩერდება, მიდის მერე და საცხოვრობს. არ ვიცი, ეგ არ ვიცი შვილო. ეს უჩრო საპატრიარქოშია. აი დღემდეც კი თუ კი ვინმეს რაღაცა უჭირდა, დამხმარე იყო. რელიგიური მკვლევარი ზელიმ ხანუძილაური პატრიარქის რეფერანტი იყო. ის და შორენა თეთრუაშვილი 1980-იან წლებში ერთად მუშაობდნენ და თანამშრომლობის საინტერესო დეტალებს იხსენებს. შორენა როდესაც ახსენებენ ხოლმე ამ დადებით თუ არ ყოფით კონტექსტში, მე წარმოვიდგება ესეთი ძალიან ბეჯითი ფილოლოგი, რომელსაც სულ გაშლილი ჰქონდა ხოლმე ეს ქაღალდები პატრიარქის საძინებელი ოთახის წინ, მაშინ პატარა იყო ის საპატრიარქო და იქ თავისთვის ბეჯითობდა. შორენა წერილებზე პასუხს სცემდა, პირადი მდივანი იყო და რასაკეთებდა კიდე ყავას ადუღებდა. მახსოვს ასეთი უკმაყოფილება პატრიარქის პირადი ნათესავების ან ძმის ან დამოვიდოდა ის მოვიდოდა და შორენას ყოველთვის ერთი არგუმენტი ჰქონდა, რომ პატრიარქს ეძინა თუ არ ეძინა, პატრიარქს ზინავს და ისინი უკმაყოფილო მიდიოდნენ. ასეთი რაღაცა იყო, რომ ესე იგი შორენა იყო ერთგვარი ბარიერი პატრიარქსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის. აბულას რელიგიის მიმომხილველი ლევან სუთიძე ამბობს, რომ შორენა გავლენიანია, მაგრამ არა მატრიარქი. მას აქვს ზუსტად იმხელა ძალაუფლება, რამდენის უფლებასაც მას საქართველოს პატრიარქი ანიჭებს.
რა თქმა უნდა შორენა თეთრუაშვილს აქვს გავლენა, რა თქმა უნდა მას აქვს გავლენა როგორც ცალკეულ მღვდელმთავრებზე, ისე სასულიერო პირებზე, რა თქმა უნდა მას აქვს გავლენა ზოგიერთ საკადრო გადაწყვეტილებაზე, ზოგიერთ გადაადგილებაზე ტაძრიდან ტაძარში და ტაძრიდან ტაძარში გადაადგილებაზე ფინანსურ პრობლემატიკასაც ძრავს ხოლმე, რომელ ტაძარში იქნები ეს შენ შემოსავალზეც აისახება შემდეგ, აქედან გამომდინარე მრავალი სასულიერო პირი მასზე არის ან განაწყენებული, ან სურს მისი კეთილგანწყობის მოპოვება და არაერთ სასულიერო პირი ხუმრობს ხოლმე, რომ შორენას დაბადების დღეზე მღვდლების რიგი დგას, რომ მას საჩუქრები აჩუქონ, რომ მისი კეთილგანწყობა მოიპოვონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ქალი არ არის საქართველოს კათოლიკოს მატრიარქი. და მღვდელმთავრებმა რომლებიც აი ამ საკითხს ძრავენ და სურთ გადატეხონ ჯოხი მთლიანად ამ ქალბატონზე, უნდა მიმოიხედონ სინოდში და დასვან კითხვები ამ მღვდელმთავრებზეც, წითელ კარდინალებზეც, მხოლოდ რუხი კარდინალი ხომ არ არის პრობლემა. შორენა თეთრუაშვილზე საუბარს ბევრი ვერ ბედავს. პირად მიმოწერაში კი საპატრიარქოს თანამშრომელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა გვითხრა, რომ შორენა და მისი ოქროს თევზები იმაზე მეტნი და ძლიერები არიან, ვიდრე ეს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა დაასახელა. მათზე საუბარს ვერ გავბედავდი, მანდ მთელი მაფიაა, დარეკავენ, ოჯახი მაქვს, მერე პატრიარქს ეტყვიან 1000 სისულელეს. მოგწერა ჩვენმა წყარომ საპატრიარქოდან. სასიამოვნოა ჩემთვის პირადად რა თქმა უნდა, რომ კიდე გამოჩნდა ეკლესიაში ერთი ადამიანი, რომელიც აი იმ პრობლემებზე, რა პრობლემებსაც ჩვენ და მე და ჩემი მეგობრები 13 წლის უკან საუბრობდით და ვითხოვდით, რომ ამ ყველაფერზე რეაგირება მოხდარიყო, სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ მოხდა. მოხდა უბრალოდ ის, რომ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი დავრჩით ფაქტიურად ყველაფრის გარეშე, ყველაფრის რას, ჩვენი კარიერაც დაინგრა, მონასტერში აღარ გვიღებდნენ. სამსახური ვერ დავიწყე მე პირადად ელემენტარულად იმის გამო, რომ ვიყავი იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც ეს წერილი გამოვაქვეყნა და საჯაროდ გამოიტანა ის პრობლემები, რაც ეკლესიაში ხდებოდა და საჯაროდ დაიწყო ამ ყველაფერზე საუბარი. მოქმედი თანამშრომლისგან განსხვავებით შორენა თეთრუაშვილზე და მის მთავარ ოქროს თევზზე ღიად და დაუფარავად საუბრობს მიხეილ რობაქიძე, სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტი, რომელმაც 2004 წელს სემინარიის 23 სტუდენტთან ერთად გაბედა და პატრიარქს წერილი მიწერა, სადაც ამხილა სემინარიაში მიმდინარე პროცესები და ეკლესიის შიგნით არსებული სიტუაცია. მე პირადად ვიყავი ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანი, ჩემ მეგობრებთან ერთად, რა თქმა უნდა, რომლებმაც ჩვენ აი ამ წერილში რაც წერია, იმ პრობლემებზე, რომელიც შეეხება სასულიერო იერარქიის კორუფციას, შეეხება თანხის გამოძალვას მრევლზე, თუნდაც ის, რომ იყვნენ ნარკოტიკების მოხმარებლები, იყვნენ წამლის გამსახებლები, იყო შემთხვევა ერთ-ერთი წლების წინ სამწუხარო შემთხვევა, რომ ერთ-ერთ სასულიერო პირი დააკავეს ამის გამო. სასულიერო პირები საკუთარ სულიერ შვილებთან სექსუალურ კავშირში არიან. ამ ყველაფერს ჩვენ პატრიარქს ვესაუბრეთ. პატრიარქს მოუყევით? მოუყევით, რა თქმა უნდა, როგორც პირი, აი პირის პირ გვაქვს ჩვენ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. სასულიერო სემინარიაში 2004 წლის სტუდენტების ამბოხი ქრონოლოგიურად ინახება რუსთავიორის არქივში. სემინარიის დღევანდელი რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ დასახელებული შორენას მთავარი ოქროს თევზია. მიხეილ რობაქიძე ამბობს, რომ სწორედ მისი და შორენა თეთრუაშვილის დამსახურებით სტუდენტების წერილმა პატრიარქამდე ვერ მიაღწია. ამიტომ 2004 წლის 8 ნოემბერს მათი მოთხოვნები და პრეტენზიები გაასაჯარავეს და გაზეთ 24 საათში გამოაქვეყნეს. პატრიარქთან აუდიენციას მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწიეს. როდესაც ჩვენ მას შევხვდით და ვკითხეთ ამ წერილის არსებობის შესახებ და მან თქვა, რომ მას ეს წერილი არ მიუღია და ვის მიუწდებოდა ამაზე ხელი, რა თქმა უნდა, მამა გიორგი ზვიადაძეს. გულღიად ვისაუბრეთ ამ თემებზე. პირდაპირ უთხარით პატრიარქს, რომ თქვენ უწმინდესობა. ყველა იერარქი საუბრობს თქვენს გარშემო იმაზე, რომ თქვენ და ჩვენ ეკლესიას მართავს ერთი ადამიანი. და ამ ერთი ადამიანის სახელი და გვარი არის შორენა თეთრუაშვილი. და სხვათა შორის ამ დროს, როცა ეს თემა უკვე გამწვავდა, შორენას სახელმა გაიჟღერა იქ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ამ წერილში იყო ლაპარაკი, ეს განვიხილეთ, რაღაცა ჩვენი აზრები უთხარით, მანაც თავისი აზრი გითხრა. ოთახში, სადაც ვისხედით ჩვენ, შემოვიდა ერთი ადამიანი, რომელმაც პროვოკაცია მოაწყო იმის გამო, რომ ეს ყველაფერი დამთავრებულიყო, შემდეგ იქ ატყდა რეპლიკების გადაძახება ის და
მისი ბუნებიდან გამომდინარე პატრიარქმა გვითხა რომ ეს ყველაფერი თქვენ ჩამოაყალიბეთ წერილობით და რამოდენიმე დღეში დაგვიბარა აუდიენციაზე უნდა მივსულიყავით უამრავი ადამიანის სახელი და გვარი ახსენები ამ წერილში ეს ყველაფერი გამზადილი იყო ჩვენ მივედით საპატრიარქოში მაგრამ სწორედ იმ დღეს დაიკეტა ჩემთვის პირადად საპატრიარქოს კარები ეს იყო ანუ გვითხრეს რომ პატრიარქს აქვს შეხვედრა და მოგვიბოდიშეს რომ თქვენი შეხვედრა გადაიდო გავიდა 13 წელი უკვე რა სასულიერო სემინარიის სტუდენტებს მაშინ მხარდაჭერა რამდენიმე მოძღვარმა და საზოგადოების აქტიურმა წევრებმა გამოუცხადეს მხარდამჭერების თხოვნის მიუხედავად სტუდენტები მაინც იძულებულნი გახდნენ სასულიერო სემინარია დაეტოვებინათ მიხეილ რობაქიძე ამბობს რომ მათ საპატრიარქოსკენ მიმავალი გზაც ჩაეკეტათ და სხვა უწყებებისკენაც მათ მთავარ მხარდამჭერს მამა ბასილ კობახიძეს კი შორენა თეთრუაშვილთან დაპირისპირების გამო ღვთისმსახურების უფლება ჩამოართვეს და ქართული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული მოძღვარი ჯერ ეკლესიიდან, შემდეგ კი საქართველოდან წავიდა. შენ არ უნდა გიჩნდებოდეს პროტესტი. შენ თუ პროტესტი გიჩნდება, ესე იგი ეკლესიის მტერი ხარ. მამა ანდრია სარია სემინარიის შემდეგი თაობაა. ის იხსენებს, რომ თანამოაზრეებთან ერთად გაცილებით უფრო მწვავედ და მასშტაბურად აპროტესტებდა ეკლესიის და სემინარიის შიგნით არსებულ პრობლემებს, მაგრამ საგაზეთო სტატია არ გამოუქვეყნებიათ. ითხოვდნენ პატრიარქთან შეხვედრას, მაგრამ უწმინდესამდე მისი თაობა უკვე აღარ შეუშვეს. ვისი გადასაწყვეტი იყო? შორენა თეთრუაშვილის. ეს უშუალოდ მე ვფიქრობ, რომ ლოკალიზებული იყო ამ შემთხვევაში, რომ სწორი ინფორმაცია არ მისცემოდა უწმინდეს, ან მის ყურამდე არ მისულიყო. პირველადი ეფექტი მოეხდინეთ რაღაც სხვა ცრუ ინფორმაციები, თითქოს პრობლემები არ არსებობს ეკლესიაში და საბოლოოდ ღებულობთ ამ ფონს. ვერ ვისაუბრებით მამას და ვისაუბრებით ტელეფონიდან, ან ვისაუბროთ სწორედ ტელევიზიიდან. ტელევიზიით საუბარი კიდე მე გამოდის ეკლესიის ტრობა. პირადი საუბრები იჭრება მასთან უშუალო ურთიერთობაში და აქცენტირება შემდგომ როცა ტელევიზიით გამოდის, ხო ხედავთ, აი ეკლესიის ტრები. შორენა თეთრუაშვილი აღმოჩნდა ყველაზე უმთავრესი ინსტანცია, რომელთანაც უნდა მივსულიყავით. შორენა თეთრუაშვილის იქეთ თქვენ აღარ წახდით? შორენა თეთრუაშვილის იქეთ ვერ წავედით, სხვათა შორის ორჯერ მოხდა შორენასთან შეხვედრა. პირველად მას სხვათა შორის ჩანაწერი ვაჩვენეთ. შორენას ნახსენები იყო იმ წერილებში. მან თქვა ეს საოცარი სიტყვები. ოღონდ მე არ მომიხსენიოთ და ვინც გინდათ ის იყოს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს უყვარს თავის გადაგებებში ერთი იაპონური ლექსის ციტირება. მოვიდა გაზაფხული და აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ სად არის ყვავილი და სად არის თოვლი. ალბათ დადგა დრო იმის, რომ ქართულ ეკლესიაში მოვიდეს ერთხელ და სამუდამოდ გაზაფხული. არის თუ არა პატრიარქის მდივან რეფერანტი რუსეთის ინტერესების გამტარებელი ეს ჯერ კიდევ უფრო ღრმად შესასწავლი და გამოსაძიებელია. საქართველოს